მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემი არხის გამოწერისათვის, პოზიტიური კომენტარებისათვის, თითოეული ლაიქისათვის და იმ პოზიტიური ენერგიებისათვის, რომელსაც ვატრიალებთ ჩემს არხზე. უღრმესი მადლობა. არხის მაყურებლებო, ვისაც არ გამოგიწერიათ ჩემი არხი, გთხოვთ გამოიწერეთ, დალაიქეთ, დამიწერეთ კომენტარები სრული შემთხვევაში, რა თქმა უნდა. რათა ეს მაძლევს მე მოტივაციას, რომ ჩავწერო ვიდეოები და განვაგრძო ჩემი საქმიანობა YouTube-ზე. ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა იქნება რას გრძნობს ჩაფიქრებული პიროვნება. პირდაპირ ახლა თქვენს მიმართ რას გრძნობს ჩაფიქრებული პიროვნება პირდაპირ ახლა თქვენს მიმართ. რას გრძნობს დღის მდგომარეობით. კონცენტრირდით თქვენ საყვარელ ადამიანზე, წარმოიდგინეთ მისი სახე, მისი ვიზუალი, მისი სურნელი. მე კი დავიწყებ გაშლას. შეგიძლიათ ხმამაღლა წარმოთქვათ მისი სახელი, შეგიძლიათ გულში. რას გრძნობს? ძალიან ლამაზი არკანები ამოვიდა, სავარაუდოდ, ეხლა მიყურებთ ადამიანები, რომლებსაც გაქვთ ცეცხლის სტიქიის გავლენა, ან ხართ წარმომადგენელი ცეცხლის სტიქიის. ან ხართ ისეთი ქალბატონი, რომელიც არის ძალიან ენერგიული, ქარიზმატული, მიზანდასახული, ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერ გარემოში, ყოველთვის ექცევა ყურადღების ცენტრში, უყვარს თავგადასავალები, მოგზაურობა, ახალ-ახალი წამოწყებები, არის პოზიტიური. რას გრძნობ თქვენს მიმართ და თქვენ ხართ მისთვის ძალიან ძლიერი, ძალიან აქტიური, ძალიან ტემპერამენტიანი, სექსუალური, მიზანდასახული, ქმედებებზე ორიენტირებული ადამიანი, რომელიც მოქმედებთ და ყოველთვის იმარჯვებთ, რომელიც ფლობთ გარკვეულ ეზოთერიულ ცოდნას, რომელიც ასხივებთ პოზიტიურ ენერგიებს, ნებისმიერ სივრცეში ჩანხართ, ხართ პოზიტიური ადამიანი, ყველა გრძნობს ამ თქვენს ენერგიას, შესაძლოა ჭარბადაც კი გრძნობდეს და მოკლედ მიგიჩნევთ, რომ ხართ მისთვის ესეთი მზე. მისი მზე ხართ. მისი ენერგიის წყარო. კიდე რას გრძნობს? თქვენში ძალიან ჭარბად არის ეს ცეცხლოვანი ენერგიები, პოზიტიური ენერგიები, რას გრძნობს და გრძნობები ნამდვილად აქვს ამ ადამიანს უბრალოდ მოხდა რაღაცა ისეთი, რის გამოც ეს ადამიანი თვლის, რომ ამ ურთიერთობას შანსი აღარ აქვს, ძალიან განიცდის ამ ყველაფერს, მოწყენილია. სინამდვილეში ურთიერთობას შანსი აქვს, მაგრამ ის იმდენად ემოციებშია, ფიქრებშია და განცდებშია, რომ ვეღარ ხედავს ამ შანსებს. გრძნობები ნამდვილად აქვს, შესაძლოა ამ წუთას რაიმეზე იყოს დამოკიდებული, ალკოჰოლზე, არაჯანსაღ ნივთიერებებზე, რაღაც ისეთი მიჯაჭვულება ქონდეს არაჯანსაღი ამ ადამიანს. სავარაუდოდ მიყურებ ყოველთვის უმრავლესობა ისეთი ადამიანები, ერთი და იგივე გოგონები ან მამაკაცები, ვის საყვარელი ადამიანს ესეთ გრძნობებშია თქვენს მიმართ. ხშირად ამოდის ეს არკანი, ძალიან ხშირად. მოკლედ ეს ადამიანი ძალიან განიცდის და გონია, რომ ყველაფერი დამთავრდა და ვერ ხედავს იმ შანსებს, რასაც რეალურად აწუდის სამყარო და რაც რეალურად არის. კიდე რას გრძნობს? მიჯაჭვულობა აქვს თქვენს მიმართ. ნამდვილად მიჯაჭვულობა აქვს თქვენს მიმართ.
პირდაპირ არკანი ეშმაკი ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გქონდათ ახლო ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ის ამ ყველაფერს ისევ და ისევ ატრიალებს თავის გონებაში, იხსენებს, აი მუდმივად თქვენზე ფიქრობს, მუდმივად ამ ურთიერთობაზე ფიქრობს, სურვილი აქვს, რომ ისევ განმეორდეს, იმედოვნებს, რომ ეს განმეორდება, ის თulis, რომ თქვენ მისთვის ხართ შანსი სამყაროსგან, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა შესაძლოა შანსებს თვითონ ვერ ხედავს, თulis, რომ მაინც ადრე თუ გვიან ყველაფერი ისე დაალაგდება, რომ ის გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ აპირებს გამოჩენას манипуляციური ხერხებით, არასწორი ხერხებით, არაეკოლოგიურად სუფთა ხერხებით და ასე აპირებს შემოვიდეს ურთიერთობაში, ოღონდ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, როდესაც თქვენ დაწყნარდებით, დამშვიდდებით, შეეცდება, რომ ისევ ჩაგითრიოთ ამ ურთიერთობაში. ისევ აღადგინოს თქვენთან ის ახლო ურთიერთობა, რაც გქონდათ, ის ინტიმური კავშირი. კიდე რას გრძნობს? ანუ გრძნობები ამოვიდა, ვნებები ამოვიდა. რას გრძნობს? გრძნობს ხართ ძალიან თვითკმარი, მიწაზე მყარად მდგომი, ძლიერი ქალი. შესაძლოა ფიქრობდეს, რომ ეხლა თქვენს გვერდით არის კიდევ სხვა მამაკაცი, მისი კონკურენტი, ან წარსულში იყო ვინმე ისეთი ადამიანი თქვენს გვერდით, ვისაც მას ინფორმაცია აქვს, თulis, რომ თქვენ ხართ სულიერად მასზე მაღლად გახართ, ენერგეტიკულად მასზე მაღლად გახართ, ხართ ძალიან ძლიერი მამაკაცურ ენერგიებში და ძალიან ენამწარე ადამიანი, რომელთან ეხლა თუ გამოვა კავშირზე, შესაძლოა ისეთი მწარი სიტყვები უთხრათ, რომ აი ამის ეშინია, მისი ეგო პირდაპირ დაინგრევა და ანუ არ უღირს ამ ეტაპზე ნაბიჯის გადამოდგმა, ელოდება რაღაცა ჯადოსნური გზებით, როგორც დაალაგდება, რომ გამოვიდეს კონტაქტზე. კიდევ რას გრძნობს? გრძნობს, რომ ბევრი იმუშავა ამ ურთიერთობაზე, ბევრი რესურსი ჩადო, გაიმარჯვა კიდეც, ანუ მიიღო თავის სასურველი შედეგი, შეგაყვარათ თავი, ყოველ შემთხვევაში თქვენი ფიქრები ახლა მისით არის მოცული, თვითონ კი არის არჩევანის წინაშე. მასაც აქვს არჩევანი. არჩევანი შეიძლება ქონდეს საყვარელ საქმიანობასა და თქვენ შორის, სხვა ქალს შორის და თქვენ შორის. მოკლედ ეს ადამიანი ამ წუთას არის არჩევანის წინაშე და ის ფიქრობს, რომ თქვენში გამოიწვია ის ემოციები და მიაღწია სასურველს. იცის, რომ გრძნობები გაქვთ მის მიმართ, თუმცა თვითონაც აქვს საქმე იმაშია, გრძნობები თქვენს მიმართ და ენატრება ის თავდაპირველად რაც იყო თქვენს ურთიერთობაში, ის ცეცხლი, ის მხიარულება, ის დროს ტარება, ის პოზიტიური ენერგიები, რასაც გრძნობდა და განიცდიდა, რაც ავსებდა. ეხლა არის ძალიან დიდ ტრანსფორმაციებს გადის. წარსულში შესაძლოა თვლიდა ეს ადამიანი, რომ აი მე მივაღწიე ჩემს მიზანს და რაღაცნაირი თვითკმაყოფილებას განიცდიდა, მაგრამ ეხლა თვითონვე განიცდის იმხელა შინაგან ტრანსფორმაციას, რომ ძალიან რთულია ეს ყველაფერი მისთვის. უნდა რომ გაიხედოს ახალი ჰორიზონტებისკენ, დაინახოს სხვა შესაძლებლობებიც, შეიძლება რაღაცა ნუგეში სხვა ადამიანში ეძებოს, მაგრამ იმხელა ტრანსფორმაციები ხდება და ისე არის მისი გონება თქვენით მოცული, რომ ამ ყველაფერს ვერ აკეთებს. რადგანაც, ნახეთ, როგორი ლამაზი არკანი არის დასტის ბოლოს,
რადგანაც მას გრძნობები აქვს თქვენს მიმართ, თქვენ მიაჩნი ხართ მას ოჯახად, თქვენთან უნდა შვილები, თუ ამის შესაძლებლობა იქნება ასაკიდან გამომდინარე, ბედნიერება, სახლი, უსაფრთხოება. გრძნობებს ამით დავასრულებ. ახლა ქმედებებზე ვკითხავ. უახლოესი 1 თვის განმავლობაში რა ნაბიჯს გადმოდგავს ეს ადამიანი? გადმოდგავს თუ არა ნაბიჯს? მითხარი სიმართლე. მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. გადმოდგავს მეგობრებო ნაბიჯს. აუცილებლად გადმოდგავს ნაბიჯს, მაგრამ ნაბიჯის გადმოდგმამდე ძალიან ბევრს იფიქრებს, როგორც გითხარით, რაღაც არჩევანის წინაშე ეს ადამიანი, რაც არ აძლევს თამამად ნაბიჯის გადმოდგმის საშუალებას, თუმცა ის ეხლაც ფიქრობს, რომ მოგწეროთ რაღაც სასიყვარულო შინაარსის შეტყობინება, შეგხვდეთ, ვინაიდან ენატრება ერთად გატარებული დრო, მაგრამ აი ეს რაღაცა არჩევანი შესაძლოა სამსახურსა და კარიერსა და მას შორის საზოგადოებრივ რეპუტაციასა და თქვენთან ურთიერთობას შორის რაღაცა ოჯახურ აი სადაც ეხლა არის, ვისთან ეხლაც არის, აი თავის მშობლების ოჯახშია თუ სადაც არის, იმასა და თქვენ შორის არჩევანში არის, ან შესაძლოა ვიღაცა სხვა ადამიანი იყოს მის ცხოვრებაში და ამ სხვა ადამიანსა და ანუ თქვენ ხომ ბევრი ხართ და სიტუაცია შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. ერთი სიტყვით მარტივად გასაგები რო იყოს, არჩევანში საკეთებს ეს ადამიანი ორ მისთვის ღირებულ და მნიშვნელოვან რაღაცას ან ვიღაცას შორის. თუმცა ნაბიჯს გადმოდგავს როგორც ჩემი ტაროს არკანები მეუბნებიან უმრავლესობის შემთხვევაში. გავითვალისწინოთ ისიც რომ არის საჯარო გაშლა და შეხედეთ როგორ რეზონირდება და აქვე მინდა გთხოვოთ მეგობრებო, თუ ხვდებით რომ ურთიერთობა არის მტანჯველი, ყოველთვის აირჩიეთ თქვენი ბედნიერება. ხანმოკლეა ცხოვრება და მხოლოდ მოდი პოზიტიური ენერგიებით შევივსოთ. ავიმაღლოთ თვით შეფასება და ისეთ ადამიანებს დავუკავშიროთ ჩვენი ცხოვრება, ვისთვისაც მნიშვნელოვანი ვართ, ღირებული ვართ, ვისაც ვეყვარებით. ვისთან ერთადაც თავს კარგად ვიგრძნობთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.